რამდენად დიდია უმუშევრობის პრობლემა თელავში ახალი ამბების გადამღებმა ჯგუფმა მინი გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივების თქმით, უმუშევრობის პრობლემა არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ ქვეყანაშია. თელავილების განმარტებით ფულადი კომპენსაცია პენსიონერებს უნდა მიეცეთ, შრომის უნარიანი მოსახლეობისათვის კი უმჯობესია სამუშაო ადგილები შეიქმნას. უმუშევრობა არის. სამუშაო ადგილები იყოს. ყველაზე მთავარი რომ ვიმუშაოთ, ვისაც შეგვიძლია მუშაობა. თუ დაგვირიგეს კი, მაგრამ თუ არა, რა ვიცი, რა ვთქვათ. კომპენსაციას ველოდებით და ამოქმედა ეს კი კარგია, მაგრამ თუ არა. ხა სამსახური არა, იგი ზოგი პენსიონერები ვარ, ზოგი კიდე 10 პენსია აქვს და ესა და თუ კი დახმარება იქნება, ძალიან კარგი და დიდი მადლობებიც ვიქნებით. ხა თუ კი სამუშაო ადგილები იქნება, უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა. ხა ვინც პენსიონერები მუშაობა არ ჯობია, რომ იმუშაოს ადამიანმა. დიდია ძალიან აბა, უმუშევრობა არავინ არ მუშაობს, ვინ მუშაობს, მაგალითად მე რამდენი წელია სახშებზე ვარ. აჩინა პენსიონერებისთვის გაუმჯობესო რომ მოუმატონ ეგ დახმარება, მაგრამ ახალგაზრდებს კიდე მისცეს სამსახური თუ კი იქნება საშუალება.